მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენს თანამედროვე ულამაზეს ქალბატონზე, ელეგანტურზე, ნიჭიერზე, ქართველ ბალერინაზე, ირმა ნიურაძეზე. ირმა ნიურაძე 15 იანვარს დაიბადა 1969 წელს თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მისი პედაგოგები იყვნენ სერაფიმა ვირკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი. ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გაიარა სტაჟირება ლუდმილა საფრონოვასთან ერთად და 1989-90 წლებში იგი ოპერისა და ბალეტის სოლისტია. სანამ გადავალ მისი პარტიების ჩამოთვლას, სადაც იგი ცეკვავდა, იგი ქალბატონი ირმა იხსენებს ვახტანგ ჭაბუკიანთან გატარებულ წლებს რაღაც საუცხოოს, საუკეთესოს შემოქმედებითი წლები მისი იყო, სულის ჩადუღაბება, ხასიათის სიმტკიცე, უზარმაზარი შრომის მოყვარეობა, ერთგულება, სიყვარული, ტექნიკის დახვეწა და ვახტანგ ჭაბუკიანი თითოეული თავისი მოსწავლისთვის, მოწაფისთვის იყო აღმოჩენა, იყო არა მარტო მასწავლებელი, არამედ სულიერი მოცხვარი. და აი ამ სამჭედლოდან გამოსული, ვახტანგ ჭაბუკიანის სამჭედლოდან გამოსული ქართველი ბალერინა ირმა ნიურაძე დღესაც აღაფრთოვანებს თავისი პლასტიკით, განუმეორებელი ცეკვით, ჰაეროვნებით, ლამაზი პარტიებით სცენაზე აქაც და რა თქმა უნდა ჩვენი საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მისი მთავარი როლები გახლავთ, ან პარტიები, როგორც უკვე გითხარით, ჟიზელი, სერენადა, დემონი. 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი. ჯექსონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიანიჭეს ეს ლაურეატობა. მისი მასწავლებელი იყო ნატალია ზოლოტოვა. 1991 წელს სტაჟირება გაიარა დანიის სამეფო თეატრში, ბალეტის, ოპერისა და ბალეტის თეატრში, კოპენჰაგენში კერძოდ. 1992 წელს იგი გახდა წამყვანი სოლისტი მარინოვსკის თეატრის ბალეტის დასისა. აქ პედაგოგი მისი იყო ნინელი კერგაჰკინა და ოლგა მოისეევა. მთავარი პარტიები შეასრულა გედების ტბაში, დონ კიხოტი, ბაიადერკა, ლეგენდა სიყვარულზე, კორსარი, მძინარე მზე თუ ნახავი, შეჰერეზადა, კარმენ სუიტა, რაიმონდი, ბახჩი სარაის შადრევანი, გოია, სერაფიტას კოცნა, სიმფონია დო მაჟორი, ბროლის სასახლე. მოდით ახლა ვისაუბროთ მის ერთ-ერთ პარტიაზე, დემონზე, თუ როგორი გრაციოზულობით და არა მარტო გრაციოზულობით, ძალიან დიდი სიღრმისეული და დიდი ემოციური დატვირთვით მუშაობდა იგი ამ პარტიაზე, რომ ის ხასიათი
პერსონაჟისა ზუსტად ეჩვენებინა, გადმოეცა დაუღალავი შრომა გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, უძილო ღამეები, დისციპლინა, მკაცრი რეჟიმი, დაღლილობა, ყველაფერი ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მიზანი აუცილებლად უნდა გამართლებულიყო და აი ამ მიზანმა მართლაც თავის შედეგს მიაღწია და ეს იყო რაღაც ძალიან ლამაზი გამორჩეული პარტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი არ იყო გამორჩეული. არა, როდესაც ირმა ნიორაძე გამოდიოდა სცენაზე, თითოეული მისი გამოსვლა ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი. 1996 წელს ღირსების ორდენის კავალერი გახდა. 1997 წელს მას საქართველოს პრემია მისცეს საქართველოში, საქართველოს ოპერისა და ბალეტის პრემიის ლაურეატი გახდა. 1998 წელს საბალეტო მინიატურაში მონოლოგი ქალზე აი აქ ითამაშა და ესეც ძალიან გამორჩეულად, აი ძალიან დასამახსოვრებლად ითამაშა. გადმოსცა ქალის შინაგანი ბუნება მთელი სისავსით. თითქოს ყველა სათქმელის თქვა და მოიტანა სცენაზე მან. სემიონოვმა დადგა სპექტაკლი თვითონ აი გამორჩეულად ირმა ნიორაძესთვის. იმდენად უყვარდა, იმდენად აფასებდა, იმდენად დიდი იყო მისი პასუხისმგებლობა და ისე ძალიან იყო შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე და საკუთარ საქმეზე, რომ ეს გამორჩეულობა ყოველთვის იგრძნობოდა და აი მან სპეციალურად მისთვის დადგა სპექტაკლი და 2002 წელს რუსეთის დამსახურებული არტისტი ხდება, ქალთა პრემია გახდათ, ოლიმპიადა, აი ამ ოლიმპიას ლაურეატი გახდა იგი. რუსული ბალეტის სკოლის ტრადიციების განვითარებისათვის მას ძალიან დიდი შრომა წვლილი მიუძღვის, მოღვაწეობდა, პედაგოგი იყო, ბევრი თაობა გამოზარდა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მაქსიმალურად იხარჯებოდა თავის ტექნიკას, ასწავლიდა და ძალიან დიდ შრომას დევდა აი ამ რუსული საბალეტო სკოლის განვითარებაში. 2003 წლის სექტემბერში ყოველ წლიური პრემიის პოზიტანოს მფლობელი გახდა. 2003 წელში ცეკვის ხელოვნებისათვის ლაურეატის წოდება მიანიჭეს იტალიაში. სუხეშვილმა იმდენად მოეწონა სუხეშვილს და იმდენად გამორჩეული იყო სუხეშვილისთვის მისი სცენაზე დგომა, რომ წითელი ულამაზესი კოსტიუმი თვითონვე მოარგო ტანზე, ჩააცვეს თვითონ ეს წითელი კაბა საიუბილეო საღამოზე და აქ გამოვიდა სუხეშვილებთან ერთად და ძალიან ლამაზი იყო შესრულება მისი, შეგიძლიათ ნახოთ კიდეც შემონახული არის ეს ჩანაწერი. ძალზე შთამბეჭდავია, ლამაზი, გრაციოზული, ძალიან აი მართლაც ჰაეროვანი და შემდგომ უკვე მისი სახლში ინახებოდა კი არა, ახლაც ინახება ეს კაბა, ეს წითელი კაბა. აქვს დასამახსოვრებელი ისეთი სამახსოვრო ფოტოები გადაღებული მაია პლისეცკაიასთან, რომელიც ასევე
რომელსაც ასევე თავის მასწავლებლად თვლიდა, ძალიან აფასებდა მის შემოქმედებას და ასევე მაია პლისეცკაიასაც უზომოდ უყვარდა იგი საგანგებოდ, როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, მოინახულა ჯერ პატრიარქი, ხოლო შემდეგ მაია პლისეცკაისა, შემდგომ ირმა ნიორაძე და მან საქართველოში გედობა გამიწია, ასე ამბობს და ვახტანგ ჭაბუკიანს მის ხსოვნას პატივისცემას ბლექსი არენაზე მიუძღვნა შემდგომ საიუბილეო საღამო. ძალიან საინტერესო იყო მასთან სახლში შეხვედრა, როდესაც ანდრი ჯოხაძე მივიდა მასთან ჩასაწერად. აღმოჩნდა, რომ ანდრის დედაც ჩხაიძის ქალი ყოფილა, როგორც მისი მეუღლე და ისინიც გურულები არიან და ისეთი საოცარი აურა გარემოტრიალებდა მის სახლში, თითოეულ სურათს, თითოეულ კომპოზიციაზე, თითოეულ სუვენირზე, რაც შემონახული ჰქონდა. დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა და საუბრობს დღესაც და ის არის ასევე გამორჩეული მეუღლე, გამორჩეული დედა, არაჩვეულებრივად ქმნის და კერავს საკუთარ კოსტიუმებს. დიზაინერიც არის, მრავალფეროვანი ხედვა აქვს მას და შეუძლია ტანესამოსს მოიგოს და უცებ ისე გადააკეთოს, რომ საოცარი ჰარმონია შექმნას და როდესაც ფესტივალი დააფუძნა მან, ეს ფესტივალი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ირმამ განსაკუთრებული სიყვარულით ეს ფესტივალი მიუძღვნა მაია პლისეცკაიას. ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ამ ფესტივალს და ფესტივალის დაარსების ინიციატივას. ბევრი მოშურნე გამოუჩნდა, როგორც ხდება ხოლმე ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის თითქმის უკვე საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც. ბევრი მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი ბრძოლა, შრომა დასჭირდა, მაგრამ მაინც მიაღწია ირმამ თავისას. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან იგი ამერიკიდან პირდაპირ ჩამოვიდა, ჩამოფრინდა და მაშინვე არც კი მისულა სახლში, დადგა სცენაზე, რომ თავისი სამშობლოსთვის, თავისი ქვეყნისთვის მიეძღვნა სპექტაკლი, ეჩუქებინა ეს სპექტაკლი, სადაც გადმოსცა ყველაზე დიდი ტკივილი და ემოცია ერის ტკივილის გადმოცემა სპექტაკლით არ არის მარტივი და იმდენად გახსნა ადამიანთა გულები, რომ ეს იყო სულიერი აღმაფრენის ჩვენება, აი სულიერი აღზევება სცენიდან, რომელიც დაამახსოვრა აბსოლუტურად ყველა მაყურებელს და გაართბო ისინი. ესპანეთში ხუან კარლოსთან ერთად გადაიღო სურათები. გამოსვლის შემდეგ უკვე როდესაც გამოსვლები ჰქონდა ხოლმე და თავ პარტიებს ცეკვავდა, მას ჰქონდა იმის პატივი, რომ მარგარიტა ტეტჩერსაც შეხვედროდა, მასთან ერთადაც აქვს გადაღებული მას სურათი, რომელსაც სახლში ინახავს და 2008 წლის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდა იგი, მე ვთქვი, ზემოთ აღნიშნე, რომ რუსეთის საბალეტო სკოლის განვითარებაში ძალიან დიდი შრომა და წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდგომ მან პროტესტის ნიშნად დატოვა 6 წლის 2008 წლის შემდეგ რუსეთი და გადავიდა ჯერ ინგლისში სამოღვაწეოდ, ხოლო შემდეგ იგი გადავიდა საფრანგეთში.
პირველი ადგილი მიენიჭა მას 2016 წელს დაარსებულ დაფუძნებულ კინოკაცრავად ფესტივალზე. ინგლისიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან ჩამოიყვანა არაჩვეულებრივი შემსრულებლები, მოღვაწეები, წყვილები, რომლებიც ცეკვავდნენ. მისთვის აუცილებელია სამუშაო გრაფიკის დროს მყარი მკაცრი დისციპლინა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეგრეთ წოდებულ მოთელვას, პილატეს, შემდგომ ძელთან დგომას, ვარჯიშს, რომელიც არის დაუღალავი შრომის შედეგი და დიდი ხანი სჭირდება, რა თქმა უნდა და ძალიან რთულია ეს ვარჯიში და აი ამ სირთულების გადალახვით ხდება სწორედ ის, რომ საოცარი გარდასახვა ხდება მისი სცენაზე და არა მარტო მისი აღზრდილი მოწაფეებისა. მონტე-კარლოს სცენაზე გამოვიდა, იგი ითამაშა ბრწყინვალედ, მაგრამ იხსენებს ღიმილით, რომ მიკროფონის მიმაგრება დაავიწყდათო და აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ხარვეზი გამოასწორეს, თუმცა ამას არ შეუჩლია ხელი მისთვის იმაში, რომ მართლაც თავისი არაჩვეულებრივი შემოქმედება ეჩვენებინა იქაური მაყურებლისთვის და მათზე დიდი გავლენა მოეხდინა და ემოციურად აღეფრთოვანებინა ეს მაყურებელი. ირმა ნიურაძე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობს, შრომობს, მოღვაწეობს, არის ძალიან ენერგიული, შრომის მოყვარე, სხვადასხვა გადაცემებში იწვევენ მას, ყოველთვის არის საუკეთესო რესპონდენტი, ძალიან კარგი მოსაუბრე, დახვეწილი, თავის გარეგნობასთან ერთად, თავის სილამაზესთან ერთად მას აქვს ის სულიერი სილამაზეც, რომელიც დღეს ასე სჭირდება ქართველ ხალხს და საზოგადოებას კიდევ უამრავ ბრწყინვალე შედეგს გვიჩვენებს, უამრავ შრომას გასწევს, წინ კიდევ დიდი გზა აქვს მას და დავულოცოთ შემოქმედებითი გზა, ვუსურვოთ წარმატებები და აი დღეს ამით დავამთავროთ. მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.